სპორტინგმა გიორგი ქოჩორაშვილი ოფიციალურად წარადგინა. კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა. გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი ნახევარმცველია. დაწერა სპორტინგმა კლუბის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სპორტინგთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. ქოჩორაშვილის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მისი ბავშვობის ოცნება იყო. სპორტინგში კი ამოცნებას აიხსნეს. გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით თურქული ფეხბურთის გრანტი გალათასარაი ინტერესდება. თურქული მედიის ინფორმაციით გალათასარაიმ ლიონს მიქაუტაძის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა და ქართველი თავდამსხმელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. გასულ კვირას მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ მიქაუტაძის შეძენით დაინტერესებული რომა იყო. იტალიური ლა გაზეტა წერდა, რომ კლუბი ლიონს 18 მილიონ ევროს თავაზობდა. დაივიწყეთ დაღესტნელები. UFC-ში ქართველები დომინირებენ. ავტორიტეტული პოდკასტის The Barnhill Brothers UFC-ში ქართველების წარმატებაზე საუბრობს. წამყვანები ამბობენ, რომ მაყურებლებმა უნდა დაივიწყონ დაღესტნელები, რადგან 2025 წელი UFC-ში სრულიად ქართველებს ეკუთვნოდათ. სუპერ მსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილი ლიდერობს, ხოლო მსუბუქ წონაში თოფურია ისეთ სიგიჟეებს ჩადის, რაც მანამდე არასდროს გვინახავს. ამბობენ წამყვანები. საქართველოს UFC-ში 2 ჩემპიონი ჰყავს. სანდრო მამუკელაშვილი ოფიციალურად ტორონტო რაპტორსის კალათბურთელია. ქართველმა კალათბურთელმა NBA-ის ერთადერთ კანადურ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გააფორმა, თუმცა მას შესაძლებლობა იქნება, რომ 1 წლის შემდეგ კონტრაქტი გაწყვიტოს და თავისუფალი აგენტი გახდეს. მამუკელაშვილი NBA-ში 2021 წლიდან თამაშობს.